სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა დღეს არის ულამაზესი დღესასწაული ფერისცვალების რომელიც ღრმა შინაარსის მატარებელია როგორც სულიერი ასევე გარეგნული მხარით დღეს ეს არის ასევე დღესასწაული აი ადამიანის სრულების და ახალი სიცოცხლის შთაბერვის ეს არის დღესასწაული ასევე ხელოვნების საერთოდ ზოგადად ხელოვნების შემოქმედების ამ დღესასწაულზე ყოველი შემოქმედი ხარობს ვინაიდან ისინიც ემსგავსებიან თავის შემოქმედებით შემომქმედს და ისინიც ფერს უცვლიან იმ მასალას რომელსაც ისინი ხმარობენ და ქმნიან ულამაზეს სულიერ შემოქმედებას და ქმნილებას და ამით ემსგავსებიან ღმერთს ამიტომ მათი დღესასწაულიცაა დღეს ეს დღე აღნიშნავს იმ ნეტარ და მნიშვნელოვან თარიღს რომელიც მაცხოვრისა და მოციქულების ამბავს ყვება როცა 6 თვით ადრე ვიდრე დაიწყებოდა ის საშინელებები რაც მაცხოვარს მოგვიანებით გადახდება თავს ეს არის შეპყრობა მისი ცემა ტანჯვა წამება სიკვდილით დასჯა აი ამის წინ სამოციქულს გამოარჩევს პეტრეს მოციქულს და ორ ძმას იაკობს და იოანეს აიყვანს თაბორის მთაზე და მათ წინაშე იცვლის ფერს ანუ სახელმისი გაბრწყინდება ვითამზე და შესამოსელი მისი უფრო ქათქათა ვიდრე თოვლი და გვერდზე უდგანან მას მოსე და ილია წინასწარმეტყველი ძველი აღთქმიდან და ამის შემხედარე პეტრე ამბობს რომ კარგია აქ ყოფნა მოდი გავაკეთოთ 3 ტალავარი 3 კარავი და ვიყოთ ესე განირიდოს დრო რაღაცა უცებ შეჩერდეს დრო და აი ამ სიხარულში და ამ ნეტარებაში ამის შეგრძნებაში ვიმყოფებოდეთ დაუსრულებლად და ხმა არის ზეცით ესე არის ძე ჩემი საყვარელი მისი ისმინეთ ეს მამა ღმერთის ხმა არის ამის გამგონე მოციქულები პირაღმა დავარდებიან მიწაზე და გამოღვიძების შემდეგ იხილავენ რომ მაცხოვარი არის მარტო ანუ აღარ არის სხილვა მოსისი და ილიასი და ისინი დაეშვებიან თიდან და მაცხოვარი კაცრად ეთქვის რომ არავის უთხრან და შეინახონ ეს საიდუმლოდ ვიდრე ყველაფერი არ დასრულდება მკვდრეთით აღდგომით რაც მაცხოვარს მომავალში მოელოდა სამი მოციქულია გამორჩეული და მათ წინაშე იცვალა ფერი მაცხოვარმა ჩვენ ლოცვაში ვკითხულობთ რომ მაცხოვარმა ფერი იცვალა და იხილეს მოციქულთა მისი დიდება ძალისაებრ მათისა არა ისეთი დიდება იხილას როგორც ღმერთს გააჩნია იმიტომ რომ ყველაფერს რასაც შენ იხილავ და ჩაწვდები ეს იმას ნიშნავს რომ ის სასრულია იმიტომ რომ შენ სასრული ხარ ადამიანი და მხოლოდ სასრულს შეუძლია მხოლოდ უსასრულს შეუძლია სასრულს ჩაწვდეს ხოლო სასრული ვერ ხედავს მის უსასრულობას ჩვენ ხედავთ ვარსკვლავს მოჭედილ ცას ხედავთ კოსმოსს მაგრამ ის სასრულია სადღაც ის თავდება მაგრამ ამ სასრულსაც ვერ ხედავთ ჩვენ
და მით უმეტეს ღვთაებრივ უსასრულობას. ამიტომ მაცხოვრის ფერისცვალება იყო მათი საზომისაა, ეს პეტრეს, იოანეს და იაკობ. ეს სამიც გამორჩეულია იმათგან, ვისაც ეს საზომიც არა ამხელა წვდომა ღვთაებრივი ნათლის მიღებისა. მაცხოვრის ბუნება, საერთოდ ღმერთის ბუნება არის უცვალებელი. მისი ბუნება არ იცვლება. ანუ ის იმ ბუნებით არის წარმოდგენილი სრულად, რომელიც მას გააჩნია. ცვალებადი არის ქმნილება, მხოლოდ ღმერთია უცვალებელი. მაგრამ ღმერთის ეს უცვალებელი ბუნება არ ნიშნავდა იმას, რომ როცა მაცხოვარი ადამიანებთან ერთად იყო და ხედავდნენ ჩვეულებრივ ადამიანს, მასთან არ ახლდა ის ღვთაებრივი ბუნება, ის სიკაშკაშე, თუნდაც იმ ზომის რა ზომიცაც მოციქულებმა დაინახეს, რომ მას მაცხოვარს რაღაც განშორებული ჰქონდა და როგორც მარტო ადამიანი ისე იქცეოდა. არა, ის ბრწყინვალება მაცხოვარს სრულად ახდა ყოველთვის, მაგრამ ეს იყო დაფარული კაცთაგან. ანუ ჩვენს გვერდზე, ჩვენს რა, იმ ეპოქაში მოციქულების გვერდზე დადიოდა ადამიანი ქრისტე, რომელსაც რაღაცას ჭორედნენ ეს ხალხი, ხედავდნენ მის ზებუნებრივ ძალებს, მის საოცარ გამონათქვამებს, არა მიწიერ ამაღლებულ საოცარ ქადაგებებს, სიტყვას ძლიერს. ამბობენ, ხალხი ამბობს, რომ ეს არ ლაპარაკობს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ ლაპარაკობს ისე, როგორც ძალის მქონე ადამიანი. ამიტომ მას ხან წინასწარმეტყველს ეძახდნენ, ხან წმინდანს ეძახდნენ, ხან რომელიღაცა ძველ მამათაგან აღდგას მკვდრეთით. ზოგიც მესიას ეძახდა იმ გაგებით, რომელი გაგებითაც იუდეველები ელოდებოდნენ მესიას. დავითი წინასწარმეტყველის, მეფე დავითის სახით, მსგავსად. მაგრამ მის ამ ღვთაებას ვერ ხედავდნენ, ამ ბრწყინვალებას ვერ ხედავდნენ. ვერ ხედავდნენ რას, რაც პეტრე მოციქულმა ამოიღლუღა და თქვა, კარგად ვართ აქ ჩვენ. ჩვენ აქ ვართ კარგად. ეს კარგად გაცვეთილით ქართული სიტყვაა, მაგრამ კეთილარს ძველ ქართულად აქ ჩვენი ყოფა. მადლიანია აქ ყოფნა. და აღარ უნდა ამ მდგომარეობიდან დაბრუნება იმ ორ მტრიალში, რასაც ცხოვრება ქვია. მოვჩით, აი გავაქავ დღეს წამი, გაჩერდეს წამი და აი გაჩერებულ სტატიურ მდგომარეობაში ვიყოთ ჩვენ შენთან ერთად. იმდენად ენით აღუწერელი იყო მისთვის ეს ხილვა, რაც მათ ნახეს მოციქულებმა თაბორის მთაზე. გაბრწყინებული იესო, ასევე გაბრწყინებული მისი შესამოსელიც. ეგ ხაზგასმულია, შესამოსელიც გაბრწყინებულია. ანუ ღვთაებრივი ნათელი აბრწყინებს ქმნილებასაც, განსჭვალავს ქმნილებასაც და მატერიაც კი, ისეთი როგორც არის მაცხოვრის კვართი, ტუნიკა, რომელიც მოხურული ჰქონდა, აი ისიც კი გაბრწყინებული იყო და თვითონ გეგონებოდა, თვითონ ეს მატერიაც თავისით ანათებდა. და რასაკვირველია, ამ ბრწყინვალებასთან ერთად ახლდა ის საფრთხო წყალობა და სიყვარული, რომელიც მოყვება სინათლეს. ხო? სინათლე თვითონ სხივის ბუნებაც მარტო ნათელი ხო არ არის, მისი ბუნება არის სითბოც. სხივს სითბო მოყვება, ზე სითბო მოყვება. ერთია სხივი. აი სამხტო მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება შეხვდე, ეს არ არის უბრალოდ კარავაჯოს ნახატი, ეს შეხედავ და მოგეწონება. არამედ ეს არის გამსჭვალული ღრმა სიყვარულით, სითბოთი და წყალობით, ის რაც ღმერთმა ჩაიფიქრა თავის ქმნილებაში და ჩააქცოვა ადამიანში. და ეს რომ მორჩება, უნდა დაბრუნდნენ ისევ მიწიერ ცხოვრებაში.
ივანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს მაცხოვრმა იმიტომ გააკეთა, რომ განემტკიცებინა მისი რწმენა. ამაზე ბევრი მამაც ლაპარაკობს, რომ გამტკიცეს რწმენა, იმიტომ რომ საშინელ კრიზისში შედიან მოციქულები და მისი მასწავლებელი, წინამძღოლი მაცხოვარი. საშინელ კრიზისში შედიან. ანუ მესიას, რომელიც თვითონ აღიარა პეტრემ, როგორც აღიარა ძეღმრთისად პეტრემ, მასთან ერთად მოციქულებმა, რომელებაც ირწმუნეს, დაიჯერეს და თავდება ეს მთელი გეგმა მესიანური იდეისა, როგორც მათ წარმოედგინათ მოციქულებს. წარმოედგინათ, რომ იმძლავრებდნენ, გახდებოდა დიდი ისრაელი, დიდებული, როგორც დღეს ქართველებს წარმოგვიდგენიან. საქართველო რო უნდა იყოს ნიკოფსიიდან და არუბამდე და რაღაცა ყველა წმინდანი უნდა ცხოვრობდეს აქ და ცოდვილი არ უნდა იყოს და ყველა ჩვენ უნდა გვემორჩილოთ, ყველა ჩვენ უნდა შეგვნატრიდეს. ესე უნდა შენატრიდნენ ებრაელებს ყველა სხვა ერები, როგორც დავით წინასწარმეტყველის დროს. და ეს მესია დაამყარებდა 1000 წლეულზე დიდებას ისრაელისეს. ესე წარმოედგინათ, ესე მისდევდნენ. მაცხვარი კი ეუნებოდა სხვა რამეს, მაგრამ არ ქონდა ძალა ამის გაგებისა. ამის გაგება შემდეგ უკვე სულთმოფენობის შემდეგ, როცა სულიწმინდის მადლი გარდა მოვიდა, როცა მათ ისევ ღმერთის დახმარებით შეძლეს აი ამ დიადის სწავლების მიღების. მათ ეს წინ გამოცდა ელოდათ და ამიტომაც ღმერთმა დაანახა წმენაში გამტკიცება რას ნიშნავს. რომ დაანახა, რომ ხვალ რო კრიზისში შევა, როცა მე დამიჭერენ როგორც უკანასკნელ ავაზაკს, როგორც სამარცხვინო პიროვნებას და გამაშიშულებენ. შიშიშულე სამარცხვინო იყო იმ ეპოქაში, ხა დღეს ყველა შიშველი დადის, მაგრამ მაშინ სირცხვილი იყო, აშიშულებდნენ ადამიანს. და კიდევ უფრო სამარცხვინო იყო იმ ციკლი დაჟა, რომლითაც რასაც ჯვარცმა ქვია, ხო? ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებს და ყველაზე სამარცხვინო ადამიანებს ესე კლავდნენ. აი როცა იქ დამინახავთ შიშველს, დამცირებულს, დაკნინებულს, უსუსულს, დაუძლურებული იყო მაცხოვარი, თავის ჯვარსაც ვერ ტვირთავდა, ხო? რომ არ დახმარებოდნენ, ის ეგდო და ვეღარ მიდიოდა. აი ესე რომ დამინახავთ, რომ გაიხსენოთ, რომ ეს ჩემი კეთილი ნებით ვაკეთებ ამას. ეს კი არ მოხდა ისე, რომ აი უცებ გამომიჭირეს, დამიჭირეს და გაიმარჯვეს ჩემზე და მომიგეს. ანუ ჩემი გეგმა სხვა იყო და უცებ დამენგრა ეს გეგმა და დამიჭირეს და გამომიჭირეს და დამთავრდა ყველაფერი. დასრულდა ფიასკოთი ჩვენი ეს ღვთაებრივი გეგმა. არა, გაიხსენოთ, რომ ეს დიდება არ მომშორდება იქაც, როცა ესეთი დაუძლურებელი, დასისხლიანებული, დამტვრეული და დამცირებული ვიქნები, იქაც ის დიდება მაქვს. მოციქულებს რო ახელოდა თვალი, იგივე სიდიადეს დაინახავდნენ, იგივე ბრწყინვალებას დაინახავდნენ, რაც თაბორის ნათელი იყო. და რომ ეს გაიხსენოთ, მაგრამ ვერ შეძლეს მოციქულებმა ამის გახსენება. ისე დაუძლურდნენ, ისევ გაიქცნენ, შეეშინდათ. ეჭვი შეეპარათ, საერთოდ ვის დავსდევდით, ვის გულისთვის დავანებეთ, მივატოვეთ ოჯახები, ამ იუდეველების თვალში გამოვდექით, აგვითვალისწუნეს, თემი და მოკვეთეს, ჩვენს დასაჭერად და დასასჯელათაც დაიარებიან. ანუ რაღაცა მქონდა მეთევზე ვიყავი, ჩემთვის ცხოვრობდი, უცებ ვენდი ადამიანს, მივყევი, მეგონა რომ და დასრულდა ეს ყველაფერი ასე ტრაგიკულად. და მოციქულები, რომლებმაც აი ეს ფრუსტრირება განიცადეს, რაღაც უიმედობა განიცადეს, საშინელი კრიზისია ეს წარმოიდგინეთ, შეიყუჩნენ რაღაცის ოთახში, ვერ გამოდიოდნენ იქიდან მთელი კვირის განმავლობაში, გახსოვთ ალბათ, ხო? რომ მარტო თომა გავიდა, მამაცი იყო, პურის მოსატანად და საჭმლის მოსატანად. თომას ნაკლებად ეშინოდა იუდეველების, არ ვიცით რატომ, მაგრამ ნუ ის გავიდა და ვერ ნახა მაცხოვარი, როცა მობრუნდა, ხომ გახსოვთ ეს შემდეგ სულთმოფენობის შემდეგ კვირებში არის. შეხუშულები არიან, ეშინია, დამთავრდა ამათვის.
მორჩა ქრისტიანობა. წავედით ახლა სახლში. და ამის გასანეიტრალებლად, რომ ეჭვი არაფერში შეპაროდა, მაინც ეპარება. ეს არის ჩვენი ცხოვრებაც ესეთია. ჩვენი ცხოვრებაც კრიზისებიდან შედგება, უნდა შედგებოდეს და თუ არ შედგება კრიზისებიდან ძალიან ცუდია. ჩვენ თუ სულ წამს უთხრებ ერთხელ დავიჯერე და რა კარგია უკვე მივდივარ, დაჯერებული მაქვს. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სახარებას აღარ იკოლეო. იცი შენ ღმერთს აღარ ეძებ. იმიტომ რომ ღმერთს რო ეძებდე, აუცილებლად ეჭვი დაგებადება. ეჭვი იმისკენ რომ ღმერთი არ არსებობს. მაგრამ ეჭვი იმისა რომ რაღაცაში ეს ესია თუ არ არის, ისე იყო თუ არ, სწორია თუ მართალია, ეს არის სიკეთე თუ ის არის ბოროტება. ამიტომ ამ კრიზისის დასაძლევად არის სწორედ საღვთო სარწმუნოება, რწმენითი კატეგორია. როცა ცოდნა უკვე ვეღარ მოყვება შენ, რომ შენ კითხვებს, დასმულ კითხვებს სათანადო კვალიფიციური და აკადემიური პასუხი გასცე, შეგჭირდება რწმენითი კატეგორია. რომ წმენა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, არის იმედი იმ დანაპირებისა, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. წმენა იმისა, რომ ის რა მაცხოვარმა გითხრა აუცილებლად, რასაც ელოდები შენ, ის აუცილებლად მოგია. მაცხოვარი რო ეუბნებოდა, რომ მომკლავენ მესამე დღეს აღვდგებიო, ის აღვდგები არავის აღარ ახსოვდა. მხოლოდ მოგვიანებით დაიწყეს გახსენება. იმდენად ძლიერი იყო კრიზისი, რომ აღარ ახსოვთ არაფერი. ჩართული იყო მარტო გონება, შიში და ადამიანური სისუსტეები. რატომ? იმიტომ რომ მოკლებული იყვნენ ამ სულიწმინდის მats, სულიწმინდა ღმერთის აქტიურ მოქმედებას ადამიანს, შინაგან მოქმედებას, რომელიც უკვე სულთმოფენობის შემდეგ მოდის. მოციქულებმა ყველაფერი ნახეს, წარმოიდგინეთ, მაცხოვართან ერთად იცხოვრეს 3 წელი, მისი ყველა სასაული იხილეს, მასთან ერთად იყვნენ ყველა ნაბიჯში, მაგრამ მაინც ეკლესია არ არის, მაინც რაღაცა აკლიათ ამ ხალხს. მარილი, ხო? რასაც მაცხოვარი ამბობს. აი ეს მარილი აკლიათ, ის მარილი არის სულიწმინდის მადლი, რომელიც მოდის, ოღონდ დაუმსახურებლად მოდის და შენგან მხოლოდ არის საჭირო დათანხმება და კარის გაღება და შემოშვება. და მერე ის გაგაძლიერებს, მერე ის მოციქულს ვერავინ ვეღარ აშინებს. ვერ აშინებს ვერავის მოციქულებს, არ მოიდგინე. ერთ წამში გამოდის და იწყებს ქადაგებას იუდეველების წინაშე მთელი ტაძრის ეზოსთან სიონის მთაზე, ხო? აი ამ ხელა ცენტრალურ ადგილას, რადგან ზუსტად 2 დღით ადრე შეყუშულები იყვნენ და გატრონულები იყვნენ და შეშინებულები. არამედ შეშინებულები და გატრონულები, არამედ იწყებს ქადაგებას ისე, რომ როგორც ვერი ქადაგებდა ალბათ ყველაზე ბრძენი ადამიანი. ისეთ არამიწიერ სიმაღლეებზე საუბრობს პეტრე და დანარჩენი მოციქულები. მიდიან 12-ვე მოციქული, შემდეგ 70 მოციქული და კიდევ უფრო მეტი. და მთელ მსოფლიოში მიდიან, წარმოიდგინეთ. ველურ ადამიანებთან მიდიან, კულტურულ ადამიანებთან მიდიან, კიდევ უფრო თავიზე განვითარებულ ხალხთან მიდიან. იწყებენ ქადაგებას. და 12-ვე სიკვდილით აღესრულება, ხო, მოწამეობრივი სიკვდილით და ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ უკან არ იხევს. ხო შეიძლება 12-ვე იხევდა უკან. 12-ვე შეშინებული იყო. და არავის აღარ ეშინია. არათუ 12, 70, 500 აღარ ეშინია. მათი გადაცემული ქრისტიანებსაც აღარ ეშინიათ. არავის. ერთ კლავენ და 2 ამოდის, 2 კლავენ და 50 ამოდის. 50 ხდება ქრისტიანები და ხედავთ ჩვენ რომ მოწამეობრივი სისხლი როგორი ნოყიერია და როგორ ამრავლებს ქრისტიანებს. რაღაც პერიოდი ამიტომაც წყვეტდნენ ხოლმე წამებას ქრისტიანების. იმიტომ რომ უფრო მრავლდებოდნენ. მარკუს ავრელიუსი, იმპერატორი, ფილოსოფოსი, სტოიკოსი, მეორე საუკუნის რომის იმპერატორი ვერ ხსნიდა რა გინდა თქვენ, რატო კვდებით ვერ გავიგეთ. არ ესმოდა, ამ ხელა ფილოსოფოსი იყო. რა არის ეს სიკვდილის მოყვარულობა? სიკვდილით მოყვარულს ეძახდნენ ქრისტიანებს. იმიტომ რომ იმდენად
დიდ სიხარულს განიცდებდნენ და ეს ხო ის ეპოქაა, როცა მადლის მოქმედება იყო 10,000 მაგზე გაძლიერებული, ხო? Აშინ პირველი ქრისტიანები არიან და აი სულიწმინდა მოქმედებს და სასწაულებს ყოველფეხის ნაბიჯი აღასრულებდნენ მოციქულები და ამ სიყვარულს სითბოს იმ ხელას გრძნობდნენ ღმერთისგან, რომ უკვე სიკვდილი იყო, როგორც პავლე მოციქული ამბობს, სიცოცხლე ჩემთვის არის ქრისტე, ხოლო სიკვდილი მისი მოხვეჭა. რაც უფრო მალე მოიხვეჭა ამას და რაც უფრო მალე შევხვდები ჩემ ქრისტეს სიხარულში, მით უფრო ჩემთვის კარგი. ამან უკუშედეგიც გამოიღო. მერე ქრისტიანების გარკვეული ნაწილი ძალით, როცა დევნა არ იყო, ძალით აღიზიანებდა ადამიანებს, რომ მოეკლათ. მოგვიანებითაც ესე იყო. მუსულმანებთან მიდიოდნენ, მუხამედს ლანძღავდნენ, მერე ისინი მოკლავდნენ და ესენი წმინდანი ხდებოდნენ და რაღაც მერე ეკლესიამ აკრძალა ასეთი მოქმედება, გაღიზიანება და რაღაცა პოპულარობა იმის გამო, რომ შენ მოწამეობრივად აღესრულე და ეს მოწამეობრივება იყო იმიტომ, რომ გააღიზიანეს სხვა ადამიანს. მოკლედ თავარი აქ არის, რომ ეს სულიწმინდის მოქმედება ადამიანში სრულად ფერს უცვლის ადამიანს და როცა უყურებთ მოციქულების ამ მოქმედებას, ხვდებით, რომ მათი მოღვაწეობა თვითონ არის სასწაული. აი ქრისტიანობის გავრცელების თუ გინდა რომ ქრისტე დაიჯერო და იწამო ქრისტე ღმერთი, ესეც ყოფნის, რომ როგორ გავრცელდა ქრისტიანობა, მის ისტორია რო გაიგო პირველი 3 საუკუნის, ხო? და წავიკითხოთ, ვნახოთ, ნამდვილად ირწმუნებ, რომ ეს არა ადამიანი, იმიტომ რომ ვერც ერთი რელიგია, არც ერთი რელიგია მსგავსი გავრცელების არ არის. მათ არ აქვს ასეთი მართლა სასწაულებრივი ისტორია. არ აქვს, იმიტომ რომ ყველას თავისი რაღაცა ევოლუციას განიცდიდა, რაღაც ფორმებს იძენდა და ასე ადამიანურად ყველაფერს აქვს განმარტება, რატომ მოხდა ეს. მაგრამ აი ქრისტიანობა არის მართლაც, ამიტომაც ამ ქრისტიანობის ისტორიას პირველ 3-4 საუკუნეს ეძახიან სასწაულს. პირველი სასწაული ქრისტიანული ეკლესიის და მართლაც დიდება. წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ის ნათელი, რომელიც მოციქულებმა იხილეს, ეს იყო თაბორის ნათელი დაერქვა ამას შემდეგ მოგვიანებით ღვთისმეტყველებაში. თაბორის ნათელი იყო უქმნელი ღმერთის ძალა, ენერგია, მისი სხივი სინათლე. ანუ ეს არ არის რაღაცა მადლი, რომელიც გაგიკეთა ღმერთმა და იმ სიკეთეში იმყოფების შენ, თქვა მზე, ხო? მზე განათებს, კეთილია მზეც, გათხოვს ყველაფერი, გაციცოცხლებს, საცოცხლოთ აუცილებელია. არა, ესეთი არა. პირდაპირი ღმერთია და ამიტომ შენი ხილვაც უკვე პირდაპირ ღმერთთან არის და შენი ურთიერთობაც პირდაპირ ღმერთში, ანუ ქრისტეშია. პირდაპირი კავშირი გაქვს, შენ არ გექნება რაღაცა გაშუალედებული მდგომარეობა ღმერთსა და ადამიანს შორის. და ეს ყველაფერი შემდეგ ფერისვალება გამოდის თითოეულ ჩვენთაგანზე. ვეხსიერად ვამბობ ხოლმე, რომ არის თეორია და არის პრაქტიკა. ჩვენ რაღაც თეორია გვესმის, მაგრამ ისიც რაღაცა და პრაქტიკაში არ გადმოგვაქვს ის, რაც უნდა გქონდეს. რასაც ვისმენთ იმის განხორციელება პრაქტიკულად არ ვანხორციელებ. როგორი შეიძლება იყოს ფერისვალება დღეს ჩვენთვის? ხო? თუ გვინდა რომ თაბორის ნათელი ვიხილოთ, რატო არ ვიყავით იქ მოციქულთა შორის? ის რომ ენახაც სხვანაირი ვიქნებოდი, არ არის ესე. ჩვენ პატარა ქრისტიანები ვარ და ამიტომ პატარა ნაბიჯებით უნდა ვიაროთ. და თუ შენ დღეს შენს გაღიზიანებაზე მაღლა დადგები, შენს ბოროტ აზრებზე მაღლა დადგები, ვიღაცას თავს შეიკავებ და საკადრის პასუხს არ გასცემ, რაღაცას უფრო სხვანაირად შეხედავ და მოთოკავ შენს ემოციას და პირიქით გადადგავ სიკეთისკენ ნაბიჯს,
ეს ფერისვალება, თაბორი იქნება შენს გულში. პატარა ფერისვალება იქნება, პატარა. ამიტომ ყველა თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი თაბორი უნდა შევქმნათ ჩვენს გულში. აი ერთმა ჩვენმა მრეველმა მაგალითად შარშან იყო და თურმე საყვედური მithქვავს, რომ ეს რა ხილი მოიტანე, რას გავს. რაც მქონდა სახში წამოვიღე. და დღეს რომ მოვიდა, მითხრა რომ აი საუკეთესო წავედი ვიყიდე და მოვიტანე. აი მისი თაბორი ეგ არის. ნახეთ, მიიღო, დაინახა რომ მართლაც ღმერთს ხო საუკეთესო უნდა შეეცდია. რას ქვია სახში რაღაცები მიყრია წამოვიღე. ეს რას ქვია? ეს ხო არ გააკეთე. ავამტყობთა რომ მიდიხარ, ხო არ მიყრიას ხო არ წაუღე. საუკეთესოს წაუღე, ხო? ქორწილში რომ მიდიხარ, ხო საუკეთესოს მიუღე. პირველი ადამიანი რო იყო, ხო? კამი და ისა აბელი და კაინი, ხო? აბელი და კაინი იყვნენ და ორივემ შეწირეს ღმერთს. ერთის მიიღო ღმერთმა, მეორესი არ მიიღო. და გონია რომ იმიტომ რომ იმან ცხარი შეწირა და ცხარი უფრო უყვარდა ღმერთს და მეორემ ხილი შეწირა და ხილი არ უყვარდა ღმერთს და ეს ცხარის და პირველი შური რო გაჩნდა და მოკლა კაინმა აბელი. იქ არის რომ მან საუკეთესო შეწირა. რაც იყო, აი ცხვრები ხო იყო, აი ყველაზე ლამაზი არჩია და ის მიუძღვნა ღმერთს. იმიტომ რომ ღმერთმა საუკეთესო მოგცა. და აბელმა მოაგროვა, კაინმა მოაგროვა ის რაც ეყარა, ხილი და წამოუღო. ამიტომ არის რომ ყველაფერი რასაც შენ მოისმენ, დაინახავ და გაიგებ, უნდა გაატარო ცხოვრებაში. თუ არ ატარებ ცხოვრებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ქრისტიანობა იძინებს და ნელ-ნელა პროფესიონალი ქრისტიანი ხდები. როცა ყველაფერი ვითომ მიცი, წმენაც გაქვს და შენში ცვლილება აღარ ხდება. შენში კრიზისები არ არის. შენ აღარ გჭირდება არაფრის გაგება. ყველაფერი იცი და თავი ქუჩი გაქვს. მოკვდები და წახვალ სასუფეველში. მეტი რა გინდა? აქაც ცხოვრობ კარგად ხარ, არავინ არ გეკარება. მოგეკარება და ეთქვი რომ ღვთისმშობლის წინ ხვედრივა და მორჩენილია. ვინ გაქცემს უბატონოთ ხმას. ესე იგი დღევანდელი დღე ამას გვასწავლის, რომ თითოეულმა ადამიანმა თავის თავში იცვალოს ფერი და თავის თავზე მაღლა დადგეს. არა იმ სახით იყოს სამყაროში, რომელიც დღეს არის, ბოტოქსი გაიკეთოს ამ რაღაცა უბედურება და უფრო გალამაზდეს, არამედ შინაგანი სილამაზე იპოვოს, შინაგანად უფრო მაღლა დადგეს თავის თავზე და ეს იქნება ნამდვილი ბრწყინვალება. აი, ხო არის ჰიუგოს კვაზიმუდო, ხო? გარეგნულად საოცარი ადამიანი, მაგრამ შინიდან ძალიან ფაქიზის სულის პატრონი. ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ, გილოცავთ. ეხა